არის თუ არა დასავლეთი საქართველოს მტერი და რას ემსახურებოდა გუშინ ჩატარებული ჩხრეკები თბილისში. გადაცემა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ კახა ქორიძე, ანა დოლიძე, ხალხისთვის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი. მოგესალმებით ბატონო კახა, მადლობა რომ მოიცალეთ და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ამნა. აუცილებლად მინდა თქვენი აზრი მოვისმინო იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს გაკეთდა ბატონი ანრი ოხანაშვილის მიერ იმ განცხადებაზე და იმ მოსაზრებაზე, რომ თითქოს დასავლეთი არის საქართველოს მტერი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ან ქართველი ხალხი როგორ ფიქრობს, თვლიან თუ არა ქართველები, რომ დასავლეთი არის საქართველოს და ქართველი ხალხის მტერი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩვენს ვენელს მივესალმები. თამუნა, ესეთი ნიშა აქვს ახლა დაკავებული ქართულ ოცნებას, რაც გასაკვირი არ არის. დასავლეთი თუ არ არის, დასავლეთი თუ არის მტერი საქართველოს, ესე იგი გამოდის რუსეთია მეგობარი. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, მოყოლებული შუა საუკუნეებიდან, რაც მყარდებოდა კავშირი ევროპასთან და იღწოდა საქართველოს ეროვნული ინტერესები იყო ევროპაში. ნუ ვინმეს ეთქვა, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში ევროპა და ამერიკა საქართველოს მტერია. ჩვენი ბუნებრივი მონაცემი არის ევროპა და ის რაც აქვთ ახალმად აღებული, რომ ევროპაში არის გარკვევლება, ძალიან ბევრი ერთგული და ტრადიციული ოჯახი ევროპაში. და ძალიან ბევრი ბინძური და გაუბედურებული ოჯახია რუსეთში. მე ზოგადად ტელევიზიებზე, არა მარტო თქვენზე, ზოგადად ტელევიზიებზე, ნაციონალურ არხებზე მეკნებოდა ასეთი რჩევა შენიშვნა, გააკეთონ 1000 ინფორმაციის მოპოვება შეიძლება, რა ხდება კუიბიშევში, რა ხდება ნიშნი-ნოვგოროდში, რა ხდება რუსეთის რეგიონებში, როგორ ცხოვრობს ხალხი, როგორ ეპყრობიან ერთმანეთს, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, სახელმწიფო როგორ ექცევათ. მოსკოვი და ლენინგრადი, ლენინგრადია, იქ ახალაც ლენინგრადია, იქ პეტერბურგი არა, ახალაც ლენინიზმია და ახლა სტალინიზმია. იგივე მდგომარეობა არის. იქ როგორ გამოჯობესებული. რა ხდება რეგიონებში, რუსეთის რეგიონებში? როგორი უპატრონოდ არიან დაყრილებია. ამ დროს ახდება დასავლეთში. ამიტომ ეს არის ცალსახად. ნახეთ როგორი სიტუაცია. ბატონო კახა, ხომ არ ფიქრობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და დღევანდელი მთავრობა იმას, რომ ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობენ, თქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში, უშუალოდ ის ორგანიზაციები არიან, თქვათ, მტერი და არა დასავლეთი მთლიანად? არა. აქ ორგანიზაციები არაფერ შუაში არაა. აქ უფრო მეცაც გეტყვით, აქ არც ამათვის არც ევროპა არაა შუაში. აქ არის აქ თავარი საკითხი არის თამუნა ფული. დიდი ფული, რომელიც არის მოპარული 2012 წლიდან დღემდე და ხელისუფლების ცვლილების პერიოდში ამ ფულის დაბრუნება მოუწევთ პატიოსანი გაჭორებული ხალხი. ანუ თქვით რომ ეს ყველა თამაში თანამდებობებს იცავენ კბილებით იმით რა თქმა უნდა დღეს რა თქმა უნდა ესენი და ამიტომ ინარჩუნებენ ძალაუფლებას. ამიტომ ინარჩუნებენ ძალაუფლებას, ესენი ამბობენ რომ დასავლეთია. ახლა ესე აწყობთ. თორე შეიძლება შეცვალონ და თქვან რომ ჩინეთია მტერი, მონღოლეთია მტერი, ოღონ მათ ფულს არ შეეხონ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყველაზე ცუდი რა არის, იცი, აი, მხოლოდ ერთეულებს ეგონათ, რომ 2012 წელს ეს რუსული პროექტი იყო და ბევრმა იცოდა, მაგალითად, ვინც იყო საქმეში შეხედული, რომ ესენი მეორე დღესვე არააფრიალებდნენ სამფეროვან რუსულ დროშებს და ნელ-ნელა ეტაპობრივად გადავიდოდნენ იმაზე, რასაც უკვე თავაზობენ ქართველ ხალხს. მაგრამ მე მინდა შევახსენო, ისტორია ძალიან საჭირო საგანია და ძალიან სასარგებლო საგანია. მე უნდა შევახსენო ყველა ჩვენს მაყურებელს 2003 წელს მაგთი ჯგუფმა გამოუშვა ჟურნალი მუდმივისა და ჩევარდნაძე იყო მთელი თავისი მომხიბვლელობით დახატული, გაფერადებული და გვთავაზობდნენ საზოგადოებას 2003 წლის დასაწყისში, რომ შევარდნაძე და შევარდნაძიზმი იქნებოდა მუდმივად. 2012 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის პროკურატურა გვაქვს ინფორმაცია, ურეკავდნენ აქტივისტებს, მაშინ უკვე ქართული ოცნების ოპოზიციონერები ვინც იყვნენ, ქართული ოცნების ოპოზიცია იყო მაშინ, ხო? ურეკავდნენ, იბარებდნენ 2 ოქტომბერს პროკურატურაში, იბარებდნენ რომ გაესამართლებდნენ და 1 ოქტომბერს
იბარებდნენ 2 ოქტომბერს დაიკარგნენ და დაემალნენ, მაგრამ ცუდი რა არის, იცი? თამუნა ცუდი ის არის, რომ შევარდნაძის დროს მომუშავე მაღალჩინოსნები, სააკაშვილის დროს მომუშავე მაღალჩინოსნები, სამწუხაროდ ალბათ ბიძინას დროს მომუშავე მაღალჩინოსნები გადასხვაფერდებიან და გახდებიან ისევ ქართველი ხალხის მოყვარული ადამიანები. ამიტომ აქ აუცილებლად საჭიროა დიფერენცირება, რომ ეს ადამიანები იყვნენ დაჟილი კანონიზარით. მე არავის ციხეში წასვლა არ მინდა, მაგრამ ფული რომელიც არის მოპარული და სამწუხაროდ საზოგადოება აისბერგის ზედა ნაწილს უყურებს მარტო და რა დიდი უზარმაზარი მოცულობის თანხაა მოპარული, ეს თანხა იქნება დასაბრუნებელი. ამიტომ თავი და ბოლო აქ არის ფული, ხელისუფლების სრულების პირობებში იქნება აუცილებლად დადგება მომენტუმი, რომ ეს ფული უნდა დაუბრუნდეს ხალხს, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ამისთვის არის ეს ამდენი ვაივიში ამათ ხელში, მაგრამ ერთსაც ვიტყვი, რომ გავაგზავნებ თუ შეიძლება თამუნა. კი ბატონო, მე ერთი კითხვა მაქვს კიდე, აი გუშინდელი ჩხრეკები, რაც მოეწყო თბილისში, ამაზე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, არის თუ არა და ნიშნავს თუ არა უпростоრად ეს იმას, რომ ქართული ოცნება ვეღარ უმკლავდება იმ სიტუაციას, რომელიც არის შექმნილი საქართველოში, მხედველობაში მაქვს პოლიტიკური კრიზისი. ბუნებრივია, თამუნა და ბუნებრივია და უნდა ვთქვათ, რომ ამ პროტესტმა 170-იანმა პროტესტმა თავისი კვალი უკვე დაამჩნია ამას. აი, არც ერთ პერიოდში, რაც საქართველოს დამოუკიდებელია, არ ყოფილა ამდენხნიანი პროტესტი. და მე კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, მადლობა გადავხადო რეჟიმის პატიმრებს, იმ ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, ვინც თბილისში, ქუთაისში, აი დღე და ღამე თუ არა, უკვე პროცესია, რომ პროტესტი არ ჩერდება. ესაა ბასტიონი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, რომელსაც თავისი გამოძახილი უკვე აქვს, როგორც დასავლეთიდან და დასავლეთის სანქციებიდან გამომდინარე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სანქციებმა შეაწუხა ეს ადამიანები და სანქციებს თავისი მეთოდი, თავისი გამართლება აუცილებლად ექნება. ასე რომ ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ ხელისუფლება მოუწევს არჩევნების ჩანიშვნა. თქვენ მეკითხებით, რას წარმოადგენდა გუშინდელი ჩხრეკები და რეიდები. დიახ, აი მაგალითად, სუსი გვარწმუნებს, რომ გუშინ ჩატარებული ჩხრეკა აუცილებელი იყო, რამე თუ უნდა გამოვლენილი იყვნენ ის ადამიანები და ის ჯგუფები, რომლებიც თურმე დესტაბილიზაციის მოწყობას აპირებდნენ ქვეყანაში და რომ ეს ადამიანები ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენენ. ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს დღეს წარმოადგენს ქართული ოცნება, ქართული სახელმწიფოსთვის და საქართველოსთვის. და რაც შეეხება გუშინდელ რეიდებს, ჰქონდა 2 მიზეზი, 2 დავალება. ერთი ჰქონდა შიგა მოხმარებისთვის, მისი მომხრეებისთვის, რომ ისინი აკონტროლებენ ის სიტუაციას და მეორე, რომ საზოგადოება შეაშინონ. მაგრამ გუშინაც ვნახეთ, რომ საზოგადოებას არ შეეშინება და მე ერთ რაღაცას ვიტყვი, მე არ შემიძლია თქვა ქალბატონო თამუნა, რომ ინჟინრები არიან ცუდები, იმიტომ რომ ინჟინრები არიან და ექიმები არიან, კარგები რომ ექიმები არიან, კარგი ინჟინერი შეიძლება იყოს, კარგი ექიმი შეიძლება იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების მომხრეებშიც იქ ხვა შეიძლება ახლა რამდენი ადამიანი უჭერს ხარს, რომ ყველას არ ეზარება ქვეყანა და რაღაც მომენტუმი რო დადგება ისინიც ხალხი, უბრალო ხალხი, ვინც არიან მის მხარდაჭერები დადგებიან ისტორიის სიმართლის მხარეს. აი ეს 2 მიზეზი ქონდა ამათვის და ეს გაემაგრებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავნიშნავ და გავუსმევ ხალხს იმას, რომ მასე შევარდნაძეც აპირებდა მუდმივად ყოფნას, მასე 1 ოქტომბერსაც 2012 წლის სააკაშვილის პროკურატურა იბარებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს და ახლაც ესენი დარწმუნებული ვარ, ვერაფერს ვერ გააკეთებენ, გაფუჭებულია საქმე, მაგრამ საბოლოო მიზანს, რომ საქართველო გახდეს ავტორიტარული ქვეყანა, ეს არის გამორიცხული. თქვენ რას თავაზობთ ოპოზიციის წარმომადგენლები ქართულ ხალხს? ხო, პირველ რიგში ის რომ ოპოზიცია ბარიერგადალახული სუბიექტები, რომლებიც არ შევიდნენ პარლამენტში, ეს ძალიან ნიშანდობლივია. ოპოზიცია და მე მინდა ვთქვა ძლიერი საქართველოს ლიდერები დგანან ხალხის გვერდით. ხალხს თავაზობთ ჩვენ ამ წუთში მოთმინებით შევხედოთ და გავაგრძელოთ ეს რუტინა, რასაც ქვია პროტესტი და რომელიც გამოიღებს შედეგს. აუცილებლად გამოიღებს შედეგს. თან ნახეთ როგორი რიტორიკა მედის თამუნა ნახე. ისე იქნება როგორც ტრამპი იტყვი. ეს ძალიან კარგია სხვათა შორის. რომ ქართული ოცნების მესწავლები ამბობენ, რომ აი ისე იტყვის როგორც ტრამპი იქნება, ამას ლაპარაკობს კოპახიძე, პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, ისე იქნება როგორც ტრამპი იტყვის. და ტრამპი ხო უყურებ ჩვენ რომ ყოველდღე როგორ ვითარდება მოვლენები სოფლიოში. ტრამპი იმოქმედებს ისე როგორც ამას დაავალებს და როგორც ეს იქნება შექმნილი ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტებიდან გამომდინარე, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე იმოქმედებს ტრამპი და ჩვენ როგორ გონიათ ახლა რა
პატიმუყვარი ადამიანი არის, ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს სახელმწიფოს პრეზიდენტი აპატიებს ვიღაცას რუსეთთან ქვეძრომიალს, ან იმას აპატიებს ირანში ქელეხებს რო დადიან და იმ დარბაში, სადაც ყვირიან სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და იქ არის ჩვენი ქვეყნის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, ამას გაატარებენ. აქ რეპლიკებზე და ლოზუნგებზე არა საუბარი, აქ არის იმაზე საუბარი, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში შეენარჩუნონ ხელისუფლება ნებისმიერი სახით, ნებისმიერ ხელსაც ძალა ჭირდება, ნებისმიერ ხელს მოქნილობა ჭირდება. ამის ძალა მაგათ არა აქვს, იმიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, დღითიდღე ნათელი ჩდება, მკაფიო ჩდება, განყოფი ხაზი, ვინა საქართველოს მტერი და ქართველი ხალხი ხვდება, რომ დასავლეთი არ არის საქართველოს მტერი. აბა ესეთი შეკითხვა დაუსვათ ახლა ჩვენ ანრიო ხანაშვილს და ქართული ოცნების მესწორებს. ერთი ამერიკელი, ან ერთი ფრანგი, ან ერთი გერმანელი, ან ერთი ინგლისელი, ან ერთი იტალიელი, ესპანელი ჯარისკაცი მანახეთ, რომელსაც ქართველი ჯარისკაცი ყავს მოკლული, ღმერთმა დაგვიფაროს, ხო? ხო არ არის ასე? ჩვენ გვანადგურებენ, ჩვენ გვავიწროებენ, ჩვენ გვეხებიან მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთიდან. ამიტომ ძალიან დიდი იმედი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება. კი ბატონო, დღეს აი გავრცელდა განცხადება იმის თაობაზე, რომ 7 მაისს გაიმართება ქართული ოცნების პარტიის ყრილობა, ჩატარდება და ამ ყრილობაზე მოხდება ქართული ოცნების ახალი თავმჯდომარის არჩევა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ დატოვა, თუ დაატოვებინეს ძველ თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს თავის თანამდებობა და კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს მომავალი თავმჯდომარე ქართული ოცნების? თქვენ თამუნდა შევიკავებ მე პროგნოზებიდან. სავარაუდოდ ალბათ არც მაინტერესებს ქართულ ოცნებაში რა გადაადგილებები ხდება შიგა პარტიულ. და ეს გადაადგილებები რაც ხდება, რაზე მიგვანიშნებს? რაზე მიგვანიშნებს? იმაზე, რომ ვირთხები ტოვებენ გემბანს, ჩაძერულ გემბანს, ეს ერთი და მეორე. ჩვენ ამ პრობლემებით რასაც გვახვევს თავს ქართული ოცნება, აი თავმჯდომარე წავიდა, ახალი თავმჯდომარე ვინ იქნება, ქართველ ხალხს არ აინტერესებს მეტნაკლებად თეთრ სახლში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მაკაგონის რომელი ჯიშის ავეჯია, ან სეკოიას რომელი ჯიშის ავეჯი არის. ქართველ ხალხს აინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს მაგალითად ჭიათურლები რო არიან დაჩაგრულები. ჭიათურა რო არის დაჩაგრულები და სხვათაშორის ხვალ ვაპირებთ გამგზავრებას ჭიათურელი მაღარველების არის შრომელთა საერთაშორისო დღე და ამასთან დაკავშირებით აპირებთ რომ ახვიდეთ ჭიათურაში და მოინახულოთ ის ადამიანები რომლებიც იქ თუ არ ვცდები 2 თვეზე მეტია უკვე გამოხატავენ პროტესტს და შიმშილობენ და თან დაკავებული ყავთ პროტესტანტები ჭებენ სრულიად და იმ 4-დან 2-მა შიმშილობა გამოაცხადა თუ არა და ვაპირებთ წასვლას კი ბატონო აი ხალხს ეს აინტერესებს ხალხს არ აინტერესებს კობახიძე იქნება რაც არის სოციალური და ბუნებრივია და არ შემიძლია რო ვთქვა ჩვენი და ანადოლიძის თავარი მიდგომა რა არის სოციალური პრობლემები ჩვენ არ გვაინტერესებს ახლა აი როგორ არ გვაინტერესებს ვატიკანში რა ხდება და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ზელენსკის თან მიდგომა და დამოკიდებულება რაც გამოამჟღავნა დასავლეთმა ტრამპს აცვლებიებს თავის დამოკიდებულებას პრობლემების მიმართ სოფლიოს მიმართ მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია რო გითხრათ სიმართლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჭიათურელი მაღარველების ბედი ჩვენთვის მნიშვნელოვანია ონკოლოგიური ბავშვების ბედი ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ოჯახები ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაგალითად ოპერაციას რო გაიკეთებს ადამიანი და პოსტოპერაციული მკურნალობის შემდეგ არ აქვს დაფინანსება არ აქვს მედიკამენტები ესაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ახლა ქართულ ოცნებაში თავმჯდომარე ანრიო ხანაშვილი იქნება, კობახიძე იქნება, რა შეიძლება? ერთი კაცია მან თავიდან ბოლომდე ბიზინა ივანიშვილი. ასე რომ მან აქცენტებს და პროგნოზებს ვერ გავაკეთებ თამამად. დღეს არის თავდაცვის, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, 34 წელი გავიდა, რაც დაარსდა საქართველოს თავდაცვის ძალები, ყველა ჯარისკაცს გილოცავთ დღევანდელ დღეს და მშვიდობიან ქვეყანაში წარმატებებს და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება და თქვა და აღნიშნა, რომ კომისია, რომელიც პარლამენტში შეიქმნა და რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი წულუკიანი, აი ეს კომისია შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ეწევაო და მე მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეა ნამდვილად და ხდება ქართული ჯარის დისკრედიტაცია? პირველ რიგში შეუერთდებით თქვენს მინოცაზე ჩვენს ჯარს, ჩვენ ჯარისკაცებს, ოფიცრებს მინდა მიულოცო და ვუსურვებ, რომ
მათი აღმართული დროშა არასდროს ჩამოვარდნილი იყოს მშვიდობას უსურვებთ და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. ჯარი იყო ერთ-ერთი საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში, ვინც შეინარჩუნა საქართველოს და სხვადასხვა აი დედა ეკლესიას დიდება ოფას დედა ეკლესიას იყენებენ ხშირად და ტრადიციებს. ეს დედა ეკლესიას მომიტევოს, უბრალოდ დედა ეკლესიას ჭირდებათ იმისთვის, რომ ის ფულები გადაარჩინონ, რაც აქვს მოპარული. ასე რომ დედა ეკლესია, ის ინსტიტუტები, რაც საქართველოსთანაა შესაძლებელი ჯარი, ეს არის ჩვენი სიამაყე. თუმცა ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ ეს არ ეხება უმაღლეს შემადგენლობას, რომელიც ამ წუთში ემსახურება ქართულ ოცნებას და არა ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ უშუალოდ ჯარისკაცები, ოფიცრები, ვინც ერაყის მისიებში მიიღო მონაწილეობა, ვინც ავღანეთის მისიაში მიიღო მონაწილეობა, ბიჭები ახაც არიან სამსახურში, რომლებმაც 2008 წლის ომში მიიღეს მონაწილეობა, ვენაცვალე მაგათ და ქართული ჯარი ყოველთვის ბიჭები, რომლებმაც სიცოცხლე დაათმეს. ბიჭებმა, რომლებმაც სიცოცხლე დაათმეს. რაც შეეხება წულუკიანის დამოკიდებულებას, წულუკიანი არა, თამუნა, თლიანად ქართული ოცნება ცდილობს დისკრედიტაციას ქართული ჯარის, თლიანად ქართული ოცნება ცდილობს საქართველოს ისტორიის გადაწერას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმას, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს, რომ თეა წულუკიანს ერთ-ერთ წარმომადგენელს ყველა თავის მეგობართან და თანამეინახესთან ერთად უნდა ქართული ჯარის დისკრედიტაცია, კი ბატონო. კი ბატონო, ვიდრე დაგემშვიდობებით, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება არის უკვე გარდაცვლილიო და გარდაცვლილს აღარაფერი აღარ ეშველებაო. და მე მაინტერესებს მარიცით თქვენ რას ნიშნავს გარდაცვლილი აღარაფერი ეშველება, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ყავს თავისი მხარდამჭერები. და ქართულ ოცნებაში ასე არ ფიქრობენ, იქედან გამომდინარე, რომ ოქტომბერში ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები, ისინი თვლიან, რომ არიან ხელისუფლებაში ამორჩევლების მიერ მოყვანილი და 1,200,000 ხმით მოსულები და ქალბატონი ანას ამ ინტერვიუსთვის არ მომისმენია, თუმცა ის რისი თქმის საფუძველიც ჰქონდა მას, რომ ქართული ოცნება გარდაცვლილია, მოდი ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ 26 ოქტომბრის მერე ქართული ოცნება მართლაც გარდაცვლილია. იმიტომ რომ თვითონ გრძნობენ ამას, რომ ხალხში აღარ გამოესვლება თამუნა. მათი ყოველი გადაადგილება, მათი ყოველი წასვლა, საზღვარგარეთ იქნება ეს თუ რამე სხვა სოციალური ორგანიზება იქნება, პრობლემებთანაა დაკავშირებული. მე ვიტყვი, რომ სამართლიან პრობლემებთანაა დაკავშირებული და ეს უფრო გაღრმავდება. უფრო მეცაც გეტყვით. ჩვენ საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ ქართულ ოცნებაშიც არიან, რა თქმა უნდა, ადამიანები, ვისაც უნდა საქართველო იყოს ევროპული და სხვადასხვა ესენი რო სრულობენ ლოზუნგებს ღირსებით არ ვიცი ზუსტად ღირსებით მშვიდობით ევროპისკენ, ამას სრულობენ იმისთვის, იმ მხარდაჭერებისთვის, ვინც ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. ბატონო, ეს 84%-მა დაუჭირა მხარი საქართველოს მოსახლეობის. უფრო მეტიც, არათუ ქართული ოცნების მხარდამჭერები განამოვა ხალხის გარეთ და საქართველოს სახელმწიფოს გარეთ. შვილების მასში იქნება მალე ქართული ოცნების შვილები არიან წინააღმდეგი და მე ვიცი რამოდენიმე ფაქტი იმ აქციების დროს, როდესაც გამოაცხადეს, რომ ევროპასთან წყვეტენ გარკვეულ პერიოდით ურთიერთობას, იქ ძალიან ბევრი პარლამენტის შვილმა გამოთქვა უკმაყოფილება და მოხდა დაპირისპირება, მაგრამ ამას ექნება მასობრივი ხასიათი. ალბათ ამიტომ ქონდა ანა ნაცვლიშვილს ამის თქმის საშუალება, რომ ქართული ოცნება გარდაცვლილია. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო კახა, რომ მოძებნეთ დრო და იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ და გვიპასუხეთ შეკითხვებზე. დაგემშვიდობებით. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.